ახლა გავიაზრე რომ 6 წელია YouTube-ს ვიღებ და ახალ მაყურებელს არასდროს არ ვეცნობი და ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ. ვინც პირველად ხართ ჩემს არხზე გეტყვით რომ მე ვარ ელენიკო, ეს არის კოტე და უკვე წელიწადზე მეტია ვაშენებთ ჩვენს ოცნების სახლს. და რაც არ უნდა არარეალურად ჟღერდეს, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ჩვენი მიზანია რომ ახალ წელს გადმოვბარგდეთ და პირველი ღამე გავათენოთ აქ. ეს ერთი წელი ძალიან ისე ჟღერდა რა თუნდა და ერთი წელიო, მაგრამ რეალურად იმდენ პრობლემას შევეჭიდეთ ამ პერიოდის განმავლობაში ამ მშენებლობის დროს, რომ რა ვიცი, მართლა პირამიდასავით გამოვიდა ამ სახლის მშენებლობა. კაი, ეხლა ჩამოთვალე ის ეტაპები, რაც აქამდე გავიარეთ. ესე იგი, პირველი იყო საძირკველი, მერე იყო რომ კედლები ამოვიყვანეთ, მერე გადავხურეთ, მერე მაგადახურულზე წყალი ჩამოვიდა და მეორეჯერ გადავხურეთ, მერე ელექტროობა იყო, ელექტროობა მეც გავაკეთე და ჩემი მეგობრები დამეხმარნენ კიდე ამაში. შემდეგ უკვე კარფანჯარა ჩავსვით, მერე გავლესეთ, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი ოთახი მეგავლეს. კი, თავისი ოთახი. თავისი ოთახი გალესა. მერე უკვე სანტექნიკა გავიყვანეთ და ახლა ვაკეთებთ გათბობას. ახლა მითხარი რატო ელოდებოდი გათბობას ესე ძალიან, იმიტომ რომ მახსოვს რომ რაღაცა ეტაპებად რომ დაყავი, თქვი რომ აი გათბობას რომ მოვრჩევით, მერე უკვე ცოტათი ამოვისუნთქებთო და რატო? იმიტომ რომ გათბობის მერე იატაკზე რაც არის გაყვანილობა, ეგ ყველაფერი იმალება მოჭიმულ იატაკში, ეგრეთ წოდებულ სციაშკაში. ეგ არის ესე ვთქვათ ბოლო რთული და დიდი საქმე. შემდეგ უკვე ყველაფერი ნაწილ კეთდება, შედარებით მარტივი არის, არც ისე კომპლექსურები. აი რასაც ეძახიან კოსმეტიკურ რემონტს, მერე იწყება. კოსმეტიკურ რემონტში ძალიან კარგია ის, რომ რაცაც აკეთებ, უკვე ეგ არის დასრულებული სახე და ხედავ შედეგს უკვე. შიგადაშიგ რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ცხოვრების ეულ მომენტებსაც და კადრებსაც. ხშირად გავდივართ ხოლმე ქალაქიდან ზაფხულია და მაინც ხშირად გვესაჭიროება დასვენება მშენებლობის სტრესისგან გამომდინარე. ამ კვირაში მივიდივართ ჩემ დაქალთან ერთად კახეთში და ახლა თქვენც იქ გამოგზაურებთ. Quantas გაუმარჯოს? ნინას მიჭახუნება? დღეს არის ფრიად მნიშვნელოვანი დღე. გარდა იმისა, რომ გვანცას ჩემი საყვარელი დაქალის და მეგობარის და არაბიოლოგიური დის დაბადების დღეა. დღეს ნინამ თქვა ჩემი სახელი პირველად. ნინი. ჩემო სიყვარული. ელენე სად გიყვარს? გულში. მე სად მიყვარ ხარ? გულში. აი ასე საყვარლად ვინ მეძახის? ნინი. ეს არის ნინას პირველი ხინკალი, ოღონდ ხაჭოსი. ხორცის ჯერ არა. ვაიმე რა გემრიელია. მოგიწონა? 10-დან რამდენს დაუწერდი? 10. როგორია? გემრიელია. ამ ბლოგში ხარ შენ თავარი ვარსკვლავი, გაიგე? ყველა დაწერს რომ ნინა რა ლამაზიაო, ხო ნინა? ციცი? წარმოუდგენელი სიცხეა. აი აუტანელი. შემიძლია რა. ეხა იცით ვინ ვარ? რა დონდა ყვირილი აქანე. გითხარი ერთი რა თამაში ამას რა თქვი ამ თამაშს? გამერტრე აქიდან. წინა ვიდეოში გიგაჩვენეთ რომ უმბერტოს პროდუქტები შევიძინე, მაგრამ თბილისში ვერ ვიშოვე ვერც შამპუნი, ვერც კრემი და ვერც უმბერტოს მუსი. ახლა შეიძლება უაზროდ ტყიულო პროდუქტებს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ტესტავ. მაგრამ რადგან აქ არც ერთი პროდუქტი არ წამომიღია, ეს სამი პროდუქტი მაინც ვიყიდე. მოდი ახლა დავიბან ამ შამპუნით და დავტესტავ ამ ორ პროდუქტსაც. თან დაგენახებით ახლა ჩემი თმა გამოიყურება ასე. მაგრამ ერთობიან პროცესით. აი ახლა მას დაველოდები, იმიტომ რომ აქ დიფუზორი არ მაქვს. თავისით რო გაშრეს მაგას დაველოდები. და გაჩვენებთ მე როგორი გამოამოსობაში ჩავბარგდები. იმიტომ რომ დღეს უკვე გავდივართ. ჩეკაუთი გვაქვს და ბრუნდებით თბილისში. აი ტალღოვანის ვიზუალი აქვს. შეიძლება ტყუილად მაქვს იმის იმედი, რომ ახლავე ჩაყუწყუწდება და პრუჟინები იქნება, იმიტომ რომ ეგ სტრუქტურა დაკარგული აქვს აშკარად თმას ბავშვობის მერე. მაგრამ რაც არ მომწონს ისე რომ აი დასაბანზგავარ რა, ანუ ახალდაბანილი თავი გაზეპილის ვიზუალით არის და ეგ არ მომწონს, ანუ არა აქვს ის მოცულობა და სიმშრალის ეფექტი. კი მომწონს ეს რაღაცა ცოტა სველი და დავარდილი ეფექტიც, მაგრამ რაღაცას არასწორად ვაკეთებ რა. ტევეშოპჯის რეკლამებში ხო გინახავთ შუშის აკვარიუმში წებოვანას რო აკრობენ და წყალი რო აღარ გადმოდის. დაახლოებით ეგეთ რეკლამას იღებს კოტე. აგურები უნდა ჩადოს, წაუსვას რაღაცა სითხე, რომელიც წყალშივე ჩააწებებს აგურებს ერთმანეთთან. ჯერ არ მჯერად ამნახოთ, თქვენს გახდებით ამის მომსწრე. მათეთრებელი კაპები მიკეთია და მაგდავ ჩლიფინებ.
არ გაგივარდეს. სამწამიანი კადრის გამო. ამ სიმძიმეს რას დააწებებდა ბიჭო? ეხა მეც დამაწევებს. Всё. კაცი. მიკაი. They ask you how you are, you just have to say that you're fine when you're not really fine, but you just can't get into it because they would never understand. 2,000 years later. Wow! Egas. Marcha. Ras mitqapuneb. ახლა დავამონტაჟოთ. აი მე ეს ყველაფერი ჩვენია. მაქსერმიდან მოგვიტანეს პროდუქტები. მოგეთ, ეხლა აქ რასაც ხედავთ არის მთელი სახლის გათბობა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდებოდი და არ მჯერა რომ უკვე ამ ეტაპზე ვართ, რომ გათბობის სისტემები მოვიტანეთ სახლში. მაგრამ იმას აპირებს კოდე. ეგ ძალიან არ გვაწყობს. წვეთით დამეც. ეს ყველაფერი უნდა შევიტანოთ. გოჩა წვიმას იწყებს. აი, კამერას დავდგამდა. დავუბრუნდეთ გათბობის ნაწილს და გაჩვენებთ საიდან წამოვიღეთ პროდუქტები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდა ბევრად ადრე, ვიდრე დღეს. ერთი თვის წინ ვიყავით Max Therm-ის შოურუმში და ახლა გაჩვენებთ როგორ ავარჩიეთ გათბობისთვის საჭირო პროდუქტები. გათბობა სახლის რემონტში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და მე და კოდეს არ გვინდოდა რომ ხარისხზე გვენერვიულა. ამიტომ ავირჩიეთ Max Therm-ი. ახლა წამოდით ერთად ავარჩიოთ და დავათვალიეროთ პროდუქტები. როგორც ხედავთ, პირველივე სართულზე არის განლაგებული გათბობისთვის ყველა საჭირო ინვენტარი. პირველ რიგში დაგათვალიერებინებთ რადიატორს, პერსონალის დაგვეხმარება მის არჩევაში, რა განსხვავებებია. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი კომპანია უკვე 20 წელზე მეტია არის პრემიუმ ხარისხის ბრენდების დისტრიბუტორი საქართველოში და წარმომადგენელი, ასე ვთქვათ. ფონდი იტალია არის ჩვენი მთავარი კოზირი და აფიშა რა. იქიდან გამომდინარე, რომ არის საკმაოდ მაღალი ხარისხი და უკვე დატესტილია ძალიან დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდი არის თვითონ იტალიური. ეს არის მეტრ-80-იანი რადიატორი ფონდ იტალიის, რომელსაც დამატებით აქვს ალიტერნიუმის ფენა. ანუ ანტიკოროზიული დაცვა აქვს დამატებით ფენა და სულ ორი ვიზუალის არის ეს რადიატორი, არის სწორი ზედაპირით და არის ფრთებიანი ზემოთ ჩაჭრილი ფარფლები აქვს. და ფერადები უკვე ქარხნული ფერებია ეს ყველა რასაც ხედავთ. გარდა ამისა ფონდ იტალს დეკორატიული რადიატორებიც აქვს. და ნუ ფერების დიდი არჩევანი გვაქვს უკვე. ესეთი ჰორიზონტალურებიც გაქვთ? კი, ეს არის 60-იანი სიმაღლის რადიატორები, აქაც იგივე არის, ზუსტად უბრალოდ განსხვავება არის ფერებში, აქაც არის სწორი ზედაპირით, არის ფრთებიანი. რაც აქამდე მე ინფორმაცია მაქვს, ის არის, რომ ეგ სახლის დაგეგმარებიდან გამომდინარე ხელოსანმა გვირჩია, რომ დაგჭირდებოდა 2 ცალი ქვავი. და ახლა უკვე გავესაუბრები ლაშას და მგონი მირჩევ რომელი კვავი დაგჭირდება და რატომ. ვინაიდან ბოილერმა ცალკე უნდა იმუშაოს, რაც რეკომენდირებულია, მაგიტომ გირჩევთ აი ამ 24 კილოვატიან ქვავს ანტეას, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ აქვს გრუნფოსის საცირკულაციო ტუმბო, რომელიც არის შუმი, პირველ რიგშიაც მთავარია, არის დაბალი ენერგომოხმარებით გამოირჩევა და ქვავი აქედან გამომდინარე საიმედოა, მაღალი ენერგოეფექტურობა აქვს. გარდა ტუმბოს საიმედოობისა, ჩვენ ქვავებს გააჩნია ანტილეგიონელას ფუნქცია, რაც ადამიანურ ენაზე რომ მითხრათ ეს ბაქტერია, რომელიც ჩნდება მილებში, თუ მაღალ ტემპერატურაზე არ მუშაობს ქვავი და მილებში რა ის საშუალოდ 45 გრადუსის ტემპერატურა წყალი მოძრაობს, ჩნდება ეს ბაქტერია და აი თუნდაც შხაპის მიღების დროს შეიძლება რაღაც ორთქლს გამოყვეს ეს ბაქტერია და ადამიანისთვის საზიანოა, ასე ვთქვათ, დამაზიანებელია. ამ ქვავს აქვს ფუნქცია, რომ თავისით აწიოს ტემპერატურა რაღაც მაღალ ტემპერატურაზე, რომ ეს ლეგიონელა მოკლას მილებში და სისტემაში. გარდა ამისა, მილებსაც აღარ გაგიჭედავთ, სისტემა იქნება სრულად გამართული და მომავალში ნაკლები პრობლემა შეგექმნება. მესმის. პირველ სართულზე დიზაინში ვერსად ვერ ჩავსვით რადიატორი, ამიტომ გადავწყვეტეთ იატაკის გათბობა. ძალიან ბევრი აზრი მოვისმინე იატაკის გათბობასთან დაკავშირებით, როგორც დადებითი, ასე უარყოფითი, მაგრამ რო გადავამოწმე და კონსულტაცია რო გავიარე ლაშასთანაც, გადავწყვიტეთ, რომ პირველ სართულზე გავაკეთოთ იატაკის გათბობა, მეორე სართულზე რადიატორები და ახლა აგიხსნით თქვენს რა უპირატესობები აქვს იატაკის გათბობას. პირველ რიგში იატაკის გათბობა არის ყველაზე კომფორტული სისტემა, იმ მხრივ რომ საერთოდ არ ჩანს. მე რაღაც მითები არის იმასთან დაკავშირებით, რომ იატაკის გათბობა რაღაც საზიანო არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ტემპერატურა იატაკზე არის მაქსიმუმ 27 გრადუსამდე, რაც ადამიანის ტემპერატურაზე გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირად არ უქმნის საფრთხეს. ეს არის თურქული წარმოების და ჭირდება დამატებით ბადე, ესე საკმაოდ კარგი არის ხარისხით, მაღალი ხარისხია, თუმცა შედარებით მაღალია ამასთან მიმართებაში. ანუ მე მოჭიმული იატაკი უფრო მაღალი ჭირდება, ხო? კი ბატონო.
ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, თქვენ გექნებათ ორი ქვაბი და ბოილერი. ბოილერის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა არის ის, რომ თქვენ 2-3 წერტილში, თან მე თუ გექნებათ, ერთდროულად მოგაწოდოთ ცხელი წყალი. თქვენ გექნებათ კასკადური სისტემა, ორივე ქვაბი იმუშავებს ერთდროულად. ერთი ქვაბი იქნება სრულიად დამოკიდებული ბოილერზე, მუდმივად გექნებათ აქ ცხელი წყალი. რეცირკულაციაც გექნებათ დამატებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში მუდმივად ცხელი წყალი იმოძრავებს. მეორე ქვაბი უკვე აქეთ მხარეს იქნება საერთოდ განცალკევებით რადიატორებზე იმუშავებს ეს და იატაკის გათბობაზე და თქვენ არ გექნებათ ის პრობლემა რომ აი ცხელ წყალს რომ მოუშვებთ გათბობის სისტემა გაგეთიშებათ ეგ მსგავსი რომ თქვენთან არ მოხდება ამ კასკადის დახმარებით ასევე მაქსთერმის შოურუმის მეორე სართულზე დაგხვდებათ აბაზანის ავეჯი, შემრევები, აქსესუარები, კერამიკული ფილები, საშხაპე სისტემები და ტრაპები. არის იტალიური პრემიუმ ხარისხი და არის ძალიან დიდი არჩევანი, ასე რომ შეგიძლიათ თავად მოხვიდეთ შოურუმში და დაათვალიეროთ. ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი, ერთი ცუდი. გუშინი წვიმა და კარგი ამბავი ის არის, რომ სადაც აქამდე შემოდიოდა წყალი, იქ აღარ შემოდის, მაგრამ წყალი ოხერია და სადაც იპოვის პატარა გასაძრომს, მე იქ მიაქვს ის მთელი ნიაღვარი. ცოტა რთული ასახსნელი არის აქ რა მოხდა. ჩვენი სახლი რადგან კლდეზე არის აშენებული, უკანა კედელიც კლდეზე არის მიბეტონებული. მაგიტო გვერდებში მოგვიწია ისე, რომ იზოლაცია მიუდგომელი ადგილის გამო თავიდანვე კარგად ვერ გაკეთდა. რადგან დიდი რაოდენობით წყალი ერთ ადგილას მოგროვდა, სახლის უკან ბეტონი იყო და ვერსად ვერ წავიდა, სადაც ღრიჭო ნახა, შემოვიდა შიგნით სახლში. 1-2 წვეთი არ იყო, მთელ სახლში შემოვიდა ძალიან ბევრი წყალი. მთელი ჭერის, მთელი უკანა ეზოსი, მთელი წვიმის, მეზობლის, მეორე მეზობლის, ყველასი მოკლედ დავიწყეთ მოძიება რა შეიძლება რომ გავიკეთებინა, იზოლაცია იყო ერთადერთი ის, უბრალოდ რთული ამბავი ის იყო, რომ მისადგომად ეხა რო ჩანს, აქამდე არ ჩანდა ეს ყველაფერი. საშინელება ხდებოდა, კლდე იყო, ქვები იყო, ნარჩენები, ყველაფერი აქ იყო, ანუ ფიზიკურად ვერ მივდიოდით იქამდე ესეთი მდგომარეობა იყო, არათუ რამე სამუშაოები გავიკეთებინა. მე უკვე რომ მივედით ქოჩას დახმარებით, მივედით იქამდე, ნახეთ დაახლოებით საიდან შედიოდა წყალი. ეხა ეგ კედელი კარგად რო გაშრება, გარედან კიდე წაუსვამთ მაგას ჩვენ იზოლაციას. ადრე რასაღებავითაც ვიღებავდი რიჟად თმას, იმ პიგმენტს აღარ იღებს ჩემი თმა. ამიტომ უნდა ვცადო ახლა პირველად ეს. მე მიყვარს ძალიან ხელით შეღებვა, ეხა ეს სექციებად დაუყვები და მე ხელით შევაყვევ. ცხოვრებაში არ შევსულა აბაზანაში ამდენი თმის. ჯარტელობა. ამდენი თმის პროდუქტი და არასდროს არ შევსულა აბაზანაში. მაქსიმუმ შამპუნი იყო ჩემი პროდუქტი. წავედი დავიბანო. ცოტა ზეთი წავისვი აღმოვაჩინე რომ სახში მქონია და მე მგონი გვაქვს უკეთესობა, ხო? ნუ რა შედარებაა. ახლა რაღაცა უნდა გადავიღო და თან ოსმოთი უნდა გადავიღო პირველად. რა მაგარია, თუ ოსმოს ეკრანი არ გეყოთ, შეგიძლიათ iPad-ში უყუროთ საკუთარ თავს. 7 კაბა გადავიღე და ავაწყობ ახლა ნახავ. ძლივს ოდნავ მომეწონა ჩემი თავი და არ მინდა თითქოს მაკიაჟის მოშორება და რაღაც კიდე მინდა რომ გადავიღო, მაგრამ უკვე ყველაფერი გადავიღე და დავიღალე და მეძინებ, ამიტომ მოვიშორებ მაკიაჟს და დავიცინებ. აბა თუ გამოიცნობთ პოპიკის ყველაზე მეტად სად უყვარს მოგზაურობა. და რა თქმა უნდა ეს არის ყაზბეგი. იმიტომ რომ ყაზბეგში გრილა, საღამოობით ყინავს და ყველაზე ტკბილად ძინავს, როცა არის ყაზბეგში. კოტეც ჩვენთან ერთად არის ერთი დღით. კონკრეტად ვისველი. მე და ბობიკი ჩამოგვიყვანა ყაზბეგში და ეხლა წავა ისე დახედავს გათბობის ამბებს რა ხდება და როგორ ხდება და მე ჩამოგვაკითხავს. აქ რო ჩამოვდივარ ხოლმე მგონია რომ მწვანე ფონზე ვარ. Green screen-ია ჩვეულებრივი იმდენად წარმოუდგენელი სილამაზე, რასაც ყოველდღე ვერ ვხედავთ ხოლმე ჩვენ თბილისში. გამოიპრანჭე. მაგრამ მაკიაჟის წესმა დამეზარა. უბრალოდ ლამაზი კაბა ჩავიცვი. კამერა ყველგან ერთნაირად იღებს. აქ უბრალოდ სუფთა აერია და კარგი შუქია და კარგი ხედია და ბეტონები არ ჩანს და უბრალოდ მაგიტო ესეთ ლამაზი. ნახე რა კაი ხარისხია. ძალიან მოწონს. ჰაერზე არის ძალიან ბევრი ასეთი. კი, ყველაფერი, აი ზუსტად იგივე თბილისში გადავიღოთ, ამოვა სერიფერის. თუ გაინტერესებთ ბავშვობაში როგორი ვიყავი, აი ესეთი. დასიკას ჩემი გამოწერები კი იცნობთ და ახლა გვაჩვენებენ მასტერ-კლას თუ როგორ უვლიან ხვეულ თმებს კონდიციონერით და სავარცხლის მარტივი მოძრაობით. 4 საათია ახლა და ვნახოთ რამდენ ხანში ავაწყობთ. ესე გამოიყურება ჩვენი კიბე. ზირინა მაწყო. ეხლა გარები გვაბუპე, მორჩა. ძალიან საყვარელი გამოდის.
ეს რო დასრულდება და განათდება იქნება ულამაზესი. ნახე რამდენი დეტალია. ამას შეხედეთ. ხო გონიათ რომ ყველაფერი მზა არის და მე უბრალოდ დებ და სინამდვილეში აი აქ რო წიგნები დევს იმის ყდაც ჩვენი გაკეთებულია. მე და ნატალია შემორჩით ამ ამბავს. შეგვატოვეს და დავახვედრებთ მზად. 1 2 ხეს ბაჩები რა საყვარელი. ქეთა გაწიე გველი. სუშის garaში როგორ ჩაივლი და ჩემი აქ ყოფნა, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ სამარხო სუში, იგივე შილაფლავი და ტოლმა სუში, კრემყველით და ტუაზის ბოთოლში. ახლა ვიწყებთ ასოციაციობანის თამაშს. ყველაზე ხმაურიან ოჯახში რაც კი შეიძლება იყოს. ჯერჯერობით 2 წამით შევძელი მათი გაჩვენება. თუ ერთმანეთს არ დავხოცავთ და გადავრჩებით, აუცილებლად ჩაგერთვებით რამდენიმე საათში. ნამცხვარიცა და ფრანგი ლიდერიც. ნაპოლეონი. ოჩახშება და მაშინო მქონდა ჩაწერილი. ჭრარ გაიგო. ერთი წამი. გონი გადავრჩით, იცი ცოტა დაგვრჩა. მესამე ადგილზე გავიდნენ ირინა და მეორე ადგილზე გავიდნენ მარიამი და ალექსი. და პირველ ადგილზე ელენე და ელენე. ამით დღევანდელი საყვარაო დასრულებულია. ჩვენ ნათესაური კავშირი მაინც შევინარჩუნეთ. ახლა კი ტკბილი ძილი წავედით სანამ ნარდი ხوار კიდე თვინმე ეს ადგილი ალბათ გონიათ რომ არის საპოდკასტის შექმნილი, მაგრამ არა, ეს არის სამეფო ნარდის სათამაშო სივრცე. ზამთარში წარმოიდგინეთ იქით ბუხარი, აქეთ ნარდის ჩხრიალი, დუშაში, შაში დუ 200 კილოა. ყაზბეგში რო ვისვენებდი ხოლმე, აი ამ სცენარებით ვერთობოდით ხოლმე ბავშვები. მივაკრობდით ხოლმე მაისურს, იმიტომ რომ ეს ეკრობა და უნდა აგვეცილებინა ან ვისაც უფრო მეტი ხოზო ექნებოდა და ვეძახით ხოლმე ხოზოებს. ამას. უცნაურობა ის იყო რომ მეც ხოზოს მეძახდნენ და ამასაც. ხოზო. ახლა მოვედით ელიას მთაზე. უბრალოდ წვიმს, იმიტომ რომ 2 სულიერი ვერ გავაღვიძეთ დილით ადრე. ველოდები როდის გადაიღებს რომ იქნება და რაღაცა გაჩვენოთ. ვინც არიცით დეიდაშვილები მყავს მოხევეები და მთელი ბავშვობა ყოველ ზაფხულს ვატარებდით ხოლმე ყაზბეგში. ხშირად ავდიოდით ხოლმე გერგეძე, ვაიმე გერგეტი ჩანს, ეხა გავხედე. ავდიოდით ხოლმე გერგეძე, ქვემოთ ამ მთაზე ვკრებდით ხოლმე ქუბის, იგივე ჟოლოს და მოკლედ ძალიან კარგად მახსენდება აქაურობა. ჩემი ნაგაზი ვინ არის? ვაიმე. გამოდი. ვაიმე ელენე. საჭმელი. დავსიმძიმია. ადი ბიჭოში. 2 დღეა კაკოს ვიდეოებს ვაყურებინებ დეიდა ჩემს. ზოგადად YouTube-ს არ უყურებს ხოლმე. ხო და დღეს აღიარა რომ რა გაიყოფილა YouTube-იო. ოღონდ ისეთი თამასა შევუქმენი უკვე რომ ამაზე კარგ ვიდეოებს არ ვიცი რას ვაყურებინო. ბოლო ვიდეოს ვუყურეთ, Amazon-ის პირველ ნაწილს ვუყურეთ, ეხლა მეორეს ვუყურეთ და ჩემი საყვარელი მომენტია ეხლა. მოხარშულმა იგვამ რომ ფერმენტაცია დაიწყოს, პირველ რიგში უნდა ჩაპრესო ამ ჯოხით. თუმცა პროცესში ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ფერმენტაციისთვის ესე არის უკეთესი ამათთვისო. გადამიხვია თავიდან. ყველაზე კაი არის აქ კაკოს სახე. ჩვენ მოვრჩით კაკოს 3 ვიდეოს ყურებას და ამ 3 ვიდეოთი როგორ შეაფასებდით მის ვიდეოებს? მადლიერი ვარ, რომ ამდენი ინფორმაცია მივიღე Amazon-ის ჯუნგლების შესახებ და იმიტომ ვარ მადლიერი, რომ არასოდეს მე იქ არ წავალ არანაირი მოტივით, არანაირი ინტერესი, არასოდეს არ წავალ რა და ეს ინფორმაცია სრულად საკმარისია ჩემთვის, რომ გავიგო და ვნახო იქ რა ხდება. ხო, არ მომწონს რომ ბილწს სიტყვაობს. აუ, შენ სხვა იუთუბერები არ გინახავს? აი ეს ტულს მაინც ადებს გოგო. არ მომწონს. კაი, მერე? მომწონს გულწრფელობის ხარისხი. კაი, ერთად ჩვენ თელს ოჯახს გვაქვს ერთი კითხვა.
რა ღირს ეს ტური? რა ჯდება ეს ტური? შეიძლება არასდროს არ წავიდეთ, უბრალოდ გვაინტერესებს. მე არასდროს არ წავა. ანუკას გადაწყვეტილი. უბრალოდ გვაინტერესებს რა ღირს აი ეს ტური. ეს ერთკვირიანი ექსკურსია, ხო, არა ჩაფრენა, ჩამოფრენა, ეს ექსკურსია ამაზონის ჯუნგლებში. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა და ყოველი საღამო განსხვავდება, ძალიან ცდებით. მე და მარიამი აქ ყოველ საღამოს ხდებით, ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ მოუგებს ნარჩი. პირველი საღამო ჩემთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მეორე დღეს 10:09 წავაგე. ეხლა 2:02-ია. და 3 წყვილი გააგორა ბოლოს. 3, 3, 6, 6, 5. 3 დღეა. ეს ჩასვი ელენე. მოვიდა ჩვენი წასვლის დრო. კოტეს რეჰანიც მოუწყვიტა ჩვენმა მებაღემ. კარგა. უცებ გეტყვით რა, ერთ-ერთ ვიდეოში გკითხეთ ჰოსტჯიდან თუ გაგიხარდებათ საჩუქარი თქო და თქვენს კომენტარები არ დაიშურეთ და ძალიან ბევრმა დააკომენტარეთ ჰოსტის ჰეშტეგი, რითიც მივხვდი რომ საჩუქარი გაგიხარდებოდათ ჩემგან და ჰოსტისგან და დადგა ეს დრო რომ ვაუჩერები გავათამაშო. ვინც არიცით, ჰოსტჯი არის ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში, სადაც განათების, საბაღე ინვენტარის, მცენარეთა მოვლის და დაცვის, სამშენებლო იარაღების, სანტექნიკისა და გათბობის მიმართულებით ყველაზე ფართო არჩევანია. ნუ იმ ვიდეოში ბეტონის შემრევზე მქონდა აქცენტი, მაგრამ მე რო ვიფიქრე ყველას თქვენი მოთხოვნილებები გაქვთ, სურვილები გაქვთ და მირჩევნია ვაუჩერი გავათამაშო და თქვენ რაც გაგიხარდებათ ის შეიძინოთ. დამიწერეთ კომენტარებში რა ეტაპზე ხართ ახლა, შენებლობა გაქვთ თუ ისე გჭირდებათ რამე, კონკრეტულად რომელ პროდუქტს აარჩევდით ჰოსტჯიზე და რატომ უნდა აგარჩიონ ჰოსტის ჟიური მაინც და მაინც თქვენ და 3 გამარჯვებულს გადავცემთ 200 ლარიან ვაუჩერს. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩემი არხი გამოწერილი და ჰოსტჯის სოციალური ქსელები და ასევე სხვა გამომწერებთან მაქვს თხოვნა, სამართლიანი რომ იყოს და რაღაცნაირად მიკერძოვებული რომ არ იყოს, ძალიან გამიხარდება თუ ამ ადამიანების კომენტარებსაც გადახედავთ და მირჩევთ ან დამიწერთ კომენტარებში რომ აი ეს ადამიანი იმსახურებს ვაუჩერს, აი ეს ადამიანი იმსახურებს ვაუჩერს და ასე შემდეგ. მოკლედ ველოდებით თქვენს კომენტარებს და ასევე მადლობა ჰოსტჯის რომ ასეთ კარგ ამბავში გამომყვა და ჩემი გამოწერების გახარებაზე იზრუნა. მე და ბობიკი რო ვართ აქ გამოჭენებული შუა ყაზბეგზე, იცით? კიდევ ვართ ავტობუსებზე. მე სუქანი არ არის. ძალიან მალე მორჩებიან ზედა სართულებზე გათბობის მილების გაყვანას და ჩამოვლენ პირველ სართულზე, სადაც უკვე უნდა დაიწყონ იატაკის გათბობა. ამისათვის ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, უნდა გავაქროთ და გადავადგილოთ, რომ აქ შეძლონ მილების და ფილების ჩალაგება. ესე დავაწყრიალეთ ეს ოთახი რამხელა ყოფილა. დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ძალიან მალე აქ დაიდება ფილა, მერე დაიდება მილები და გათბება და მერე საერთოდ მოჭიმული იატაკიც დაემატება ამ ყველაფერს. არ მჯერა, უკვე ამ ეტაპზე ვართ, რომ ვაკეთებთ უკვე მოჭიმული იატაკს. რაც იმას ნიშნავს, რომ გათბობისთვის ყველა საჭირო პროდუქტი უკვე ჩავყარეთ მიწაში. კი, დაიმალა ამ მოჭიმული იატაკის ქვეშ. ხილული ერთადერთი რაც დაგვრჩა არის საქვაბე ოთახი, ტექნიკურ ოთახს ვეძახით ჩვენ, სადაც არის უკვე ქვაბები და შემკრები კოლექტორი. ამ ეტაპზე ამით დაგემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ვლოგი გამოვიდო და თან მრავალფეროვანი. ძალიან საინტერესო მინდა გითხრა. საინტერესო. არ დაგავიწყოთ ჩვენი გვერდის გამოწერა, კოცნით და მიყვარხართ. კარგად.